წიგნი. ვიზახის ბრძენი ვსწავლოთ რას? ჭიშკრები აღზარებით რომ ვთქვით, მრისხანებისა. გადადის ბრძენი უკვე ანუ აქამდე ვილაპარაკეთ რაც არის უარყოფითი იმაში, რა ქვია, თვისებაში, რასაც ქვია მრისხანება. ხო ნელა იწყებს საუბარს იმაზე, რაც არის დადებით, ხო? ჯერ პატარა ცოტა რაღაც ლაპარაკობს და მე გადავუკვირდ წინ. თორემ ბრძანა ვიავთა ალე ხა გამოხა. რას ქვია ბრძანა? დაგვევალა თორემ ჩვენ გამჩენმა, რომ გიყვარდეს შენ მოყვასი შენი, როგორც შენი თავი. ხო? რთულია, ძალიან რთულია, მაგრამ წერან ზუსტად რაც ვილაპარაკეთ, თუ დავიწყებთ ყურებას ადამიანზე ასე, სუდი არ არის. უბრალოდ ეს არის გამოცდა და გამოცდაში ვერ გაძლო ის რაც გვაწუხებს ამ ადამიანში რომ მიყვარდეს, იცოდე რომ ზუსტად შენს გაქვს ის რაღაცა, რაც შეიძლება იმას გას უშლის რომ უყვარდე. როგორ იყო იმ კინოში? უძინართან მზეში, ხო? იყო ჭკვიანი რაღაცა შევთქვათ, როგორ უნდა თავისშვილს იცოდე რომ ყველა ადამიანში არის ისიც შეიძლება გიყვარდეს და არის რაც ისიც შეიძლება გიეზღებოდეს. გარი არა მარტო სხვაზე, ჩვენც ესე ვართ. გვაქვს რაღაც რისთვისაც შეიძლება უყვარდეთ და გვაქვს რისთვისაც შეიძლება ვიზღებოდეთ. თავარი რა არის, რაზე ვართ ფოკუსირებული. გადაწყვეტილებას თუ ვიღებთ გულში რა, იცი რა მინდა რომ მიყვარდეს ადამიანი და ცდილობ სიტყვა მისცე, ხან არის ხალხი დგებიან პოზიციაში, რომ თქოს არ იღებენ შენგან სიტყვას, მაგრამ სიტყვა შედის. სიტყვა შედის და სიტყვა მუშაობს. რატო არის რომ ხალხი არ იღებს სიტყვას, არის ხალხი ვინც მიჩვეული არ არის მიიღოს სიტყვა. და ჩვენც არც თუ ისე ვართ მიჩვეულები, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც ისინი გვაქვს, ხო? ჩვენი მენტალური დაბრკოლებები, რომ როცა გავიხსნათ და ვიყოთ ის რაც ვართ და არ ვითამაშოთ ის რაც არ ვართ. ეს არის უდიდესი პრობლემა კაცობრიობის. ყველა ვირჩევთ რაღაც, ასე ვთქვათ, მოდელს ადამიანისა, რომელიც ჩვენ თვალში პოულობს მოწონებას და ყოველთვის ვცდილობთ ვითამაშოთ სხვისი როლი ამ სამყაროში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია ადამიანის. როცა ადამიანი შეიძლება 120 წელი იცხოვროს აქ და იცხოვროს სხვისი ითამაშოს სხვისი როლი. ისთვის მოვიდა, ბოდიში და ტყუილად. ტყუილად. ფიქრდება, იცის რომ თვითონ ეს არ არის, ხო? მაგრამ არ შეუძლია რომ გადავიდეს თავის, ასე რომ ვთქვათ, გამოვიდეს ამ როლიდან, რადგან ეს როლი ყველას მოსწონს. და ვისაც უფრო კარგად გამოსდის, ის უფრო მოწონებული ხდება. რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანმა რომ თქვას, რომ აი ამ შემთხვევაში მე არ მაქვს ახლა ვალდებული ვარ, რომ მიყვარდეს მოყვასი ჩემი. არ არის ეგეთი რაღაც. თორემ მითხრა ყველა უნდა მიყვარდეს. არიან რამდენი ხალხი რომ სულიერად აი რო იყვნენ თავიდან ფეხებამდე ბოროტებით არიან სავსე. თუ ბოროტია და თუ ახლა გაგრძელებაში იქნება, მაგრამ თუ ადამიანი არის გამჩენის წინააღმდეგ ის უნდა გეზღებოდეს. თუ გამოასწრა საქციელმა გეზღებოდეს არ როგორც არს იმ ადამიანისა, არამედ ის თვისება რასაც უცაკეთებს. მაგას ქვია რაშა. რაშა რა არის ბოროტი. ხო? საძაგელი. საძაგელი უნდა გეზღებოდეს. ადამიანი რომ მოდის რა შემთხვევაში შეიძლება მოდი ყველაზე მარტივი ვალდებულება რომ ეს მოყვასი მიყვარდეს მე. პარაშა ჩაუაში წერე ეს რაღაცა. წარმოიდგინე. მოვიდა თორა და გვეუნება არ ჭამო ან დალიო როგორც შეიძლება იყოს სისხლი. ვინმეს მოსდომებია სისხლის დალევა. შეიძლება ჯანმრთელ ნორმალურ საღი გონების პატრონს მოუვიდეს თავში რომ ეხა ერთ კაი ჭიქა სისხლს დავლევდია. ადამიანის ძაღლის კაცის მიერ მე отказался от томатного сока. ხო, კაი დაგაზულ სისხლს დავლევდია. არ არის ეგეთი რაღაცა, ხო? ანუ რა ადამიანს უნდა სისხლის დალევა, თორა იმაზე არ ლაპარაკობს. ის ავადმყოფია. ავადმყოფი ადამიანი თავისუფალია ყველაფრის. ხო, ეს არის გიჟი. ადამიანს რაც უნდა რომ ბოთლი კოკაკოლის ბოთლი დალევოს ახლა სისხლი, ის არის ავადმყოფი. თორა იმაზე არ ლაპარაკობს. თუ ვის ელაპარაკება თორა? ჯანმრთელ ადამიანს. რა საჭიროა მოვიძრას თორა გითხრას არ დალიო ის, რაც შენ ბუნებაში ჩადებულია, რომ ან გეშინია, ან გეზიზღება. ხო? არის ადამიანი კაცობრიობაში, არის კატეგორია ხალხისა, რომელიც ხედავს სისხლს თუდად ხდება. გოგნიაკეთები. იძახის ბრძანებენ არიზალის სახელით, ადამიანი, რომელსაც ხედავს სისხლს და შეიძლება გონების დაკარგვა უნდა მიდის, იცოდეს, რომ კაინის სულიერი სამყარო ძანა. რატო? კაინმა რომ მოკლა თავის ძმა ჰეველი, აბელი, ხო? მას მერე სისხლის ეშინა. ანუ რა, მაგის გამოსასწორებელი არის, აღარ უნდა მოკლას, არ უნდა უყვარდეს ხალხი. ხო? იძახის თორა გვავალებს გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც შენი თავი. როგორ არ ვიცი, მაგრამ უნდა გიყვარდეს. ძალიან რთული სამუშაოა, განსაკუთრებით როცა არის უცხო ხალხზე საუბარი. როდესაც ამ ადამიანს ჩემს არაფერი არაა გაკეთებული, მაგრამ უნდა გიყვარდეს. როგორც შენ ვალდებული ხარ, გიყვარდეს შენი შვილი, გიყვარდეს შენი მშობლები, გიყვარდეს
გამჩენი დაგავალა შენ გამჩენო ზუსტად იგივე სიტყვებით გიყვარდეს მოყვასი შენ შეეშბო მიდათ აღზარიუთ ვეხოლ შეეშბო მიდათ აღზარიუთ და ყველაში ვისშიც არის მრისხანების თვისება მეოდ რახოკმიზე ამ თვისებიდან და ამ დავალებიდან რაც გამჩენმა დაგავალა იცოდეო რომ იქნები ძალიან შორსო შენ ზართული გასაკეთებელი იქნება ეს ყველაფერი აქამდე რაც ვილაპარაკეთ ამ ჭიშკრებში ამ პარაგრაფში ჩვენ ნახეთ რომ ბრძენი ყველგან ცდილობდა რომ ყველა დეტალში ყველა ასპექტში სადაც შევიდა იმასთან რაც შეეხებოდა მრისხანებასთან გეუბნება რომ მრისხანება გულში არ ჩაიდო რატო ეს მრისხანება როცა გაქვს შენ გულში ეს ყოველთვის მუშაობს ანუ რა ეს თავის ადგილას ის ყოველთვის თავს არ ამოყობს ცუდი თვისებები ხშირად ადამიანში განაკრებიან უბრალოდ იმალებიან არა არ იძინებენ ადამიანს აძინებენ რა მიმალულები არიან და ელოდებიან თავის საათს როდის უნდა გამოვიდნენ ხანდახან ადამიანი არ ყოფილა რომ ბრაზდება და ვერ ხვდება რა ჭირს თავს ვერ იკავებს გაბრაზებისგან ხო ანუ აკეთებს რაღაცას რასაც ვერ ხვდება ეხლა რას აკეთებს ხვდება რომ თვითონ არ არის ეძახიან раздвоение личности ეს რა ქვია პიროვნების გაორმაგება რაც გინდა ის და მაგრამ რეალურად რა არის ეს იყო რაღაცა შენში ცხოვრობდა და შენ შეიძლება არ წიწოდი ამას ეს შეიძლება იყოს ნებისმიერ რაღაცაში და ნებისმიერ ადამიანში შენ მუშაობ შენ თავზე რომ შემდეგში შენ მუშაობას იწყებს მერე თუ იცი რომ შენ ეს გარ სანამ არ იცი არა ნო ადამიანი რომ გამრაზდება და გვერდზე დაფიდეს ახლა გამოხვიდე მაგები და შემდეგში აღარ გაიმეორო მართალი აღზარი ენ რუახაბრიოთ ნოხაჰემენ ემენ რასიძახის რომ ის ვინც არის მრისხანე ხალხში მოწონე არა თუ ხალხს არ მოწონს თვითონ არ აქვს მოწონება ხალხის მიმართ ანუ არ მოწონს ხალხი არ უყვარს კაცობრიობა ვენ ხენო ნატუი ბენეა ოლამ და ასევე ხალხსაც რა როგორ ძახიან ბრძენები როგორ არის ადამიანებთან ურთიერთობა როგორც შენ იყურები წყალში რასაც ხედავ ეგრე ადამიანი შენს მიმართ თუ ადამიანს წყალში იყურები ან სარკეში იღიმები ვინც იქ არის ისიც გიღიმის ხო იგივე ერთ ადამიანის გული გულთან არის ესე თუ ადამიანებს უყვარ ხარ და გინდა რომ უყვარდე ადამიანებს და ჭეშმარიტად უნდა გინდოდეს რომ შენს გიყვარდეს და იმათაც უყვარდე რა უნდა გააკეთო ნახო შენი სიყვარული გაიხსნა და იყო ადამიანი იყო ასე რომ ვთქვათ შენი თავი არ მოიგონო ხო ואפילו במקום תוכחה הוא זרנו და ეძახს და თუნდაც იქ სადაც ვაძლევთ შენიშვნას მისაცემია და ისეთ ფორმებში როგორც მისაცემია თუ ადამიანი რა გაგვაფრთხილა გამჩენმა რა შელოლეოხიახ ხავერო ბიახზარიუთ არ შეიძლება ადამიანს მისცა შენიშვნა მრიცხანებით რა საკეთება ყველას წინაშე რატო ქედეხტივ როგორც წერია თორაში ოხიახ თოხიახ ეთ ამიტეხა და მიეცი შენიშვნა შენ ერის წარმომადგენელს ველოთისა ალავხეთ და არატარო მისი ცოდვა შენ მარტივი გაგებით რა არის რას ნიშნავს არატარო მისი ცოდვა შენ ანუ რა შენ თუ შეგიძლია მისი შენიშვნა და ამ ადამიანს შენ გამოასწორებ ვალდებული ხარ უთხრა ეს ყველაფერი ხო და რა თუ არ უთხარი გამოდის ის ცოდვა რომელიც შენ უნდა გაგეჩერებინა ამ ადამიანში შენ არ გააჩერე შენ ატარებ ამას მაგრამ მეორე მხრივ როგორ ხსნიან ბრძენები პერუშ ალ თოხიხეჰუ ბეხაზაკა უბეხზარიუთ ლევაიეშო უთკაბელ უთეკაბელ ალავხეთ ანუ რა არ მისცე შენიშვნა ისე მრისხანებით და მკაცრად რომ რა ეწყინო შენგან და შეარწყვინო და იმის მაგალითად გაგაკეთებინა მადლი და ეს ადამიანი გადაგერჩინა ეხლა კიდე უფრო ცოლა დაამატა ადადასი პარნო რა ოთ აღზარიუთ აქამდე ვისაუბრეთ რა არის ცუდი მხარე მრისხანების ახიეშ მეკომოლ შეცარიხ ლინჰოგ ბიახზარიუთ მაგრამ არის ადგილებიო სადაც ადამიანმა უნდა მოიქცესო მრისხანებით ადგილები რას გულისხმობს ანუ რა პერიოდები და არის გარკვეული მომენტები ცხოვრებაში როდესაც ადამიანი უნდა იყოს მრისხანე ქენეგედარეშაი ერთ-ერთი მაგალითი ბოროტ მოქმედების დავითმა რაც ახსენა რა არის ხალხი ვისთანაც უნდა იყო როგორც რკინა კედერეხში ამარა იო როგორც თან იომა ვეაშაბერა მეტალოთ ავალ უმიშინავ აშლიხ ტარеф რაც ძახის რომ იოვი ძახს თქოს კბილებიდან გამოუგლიჯავ ბოროტ მოქმედებს რაც გაგლეჯილი ანუ რა თქოს ჩაუნტრა კბილებსო ხო უქმოში ამრაათორა ალეა მითარეშა იმ ულიალკოთა როგორც და ის გიუნათ როგორც ბზანათორამო რომ რა ბოროტ მოქმედები ვინც არიანო რომ ჩაარტყან თავში და თუნდაც საჭირო რომ იყოს მოაკვდინონო ჩვენ დღეს არავის არ შეუძლია არავინ მოაკვდინოს რაზეა საუბარი ჩვენ პირის თავში რა იყო რომ თუ მოვა
წინასწარმეტყველი, ვინც წინასწარმეტყველობს, ანუ აფერისტი და ითქვის იცი რა, მე გამჩენმა გავამაგზავნო და გააკეთე ასე და არ გააკეთო ისე, ანუ რა გეუბნება გამჩენის გზას არ გაყვეთო. რას იძახის თორა, არ დახუჭო მასზე თვალი, მოკიდე ყურებს ხელი, წაიყვანე სასამართლოში და სასამართლო მოკლას. იგივენაირად მოდის ცოტა გადის რამოდენიმე ისა რა ქვია ლექსი, თორა ისევ გეუბნება და თუ იქნება შენ ოჯახში ან ცოლი, ან მამა, ან დედა, ვინც არ უნდა იყოს და მოდის და გეუბნება, მოდი ჩუმად, წავიდეთ და კერპას ვეთაყვანოთ. ადგილ და დაანებეს ყველაფერი. გარედან ვიყოთ წმინდანები, ჩუმად კერპას ვეთაყვანოთ. რას გეუბნება თორა, იყავი ვინ მრისხანე, მოკიდე ხელი, ვინც არ უნდა იყოს, წადი და არ დატოვოთ თქვენ ერში ცუდი. ანუ ამოძირკვეთ ცუდი თქვენი ერიდან. რატო? თუ შემოვიდა ეს პატარა ცუდი, ბაღში ერთი თესლი თუ ჩავარდა უარგისი იმისა, რა ქვია, სცენარის, ნელა გამრავლდება და რა იქნება? მთელი ბაღი გახდება სარეველა. მოწამლავს რა, გააფუჭებს თელ ბაღს. ეგრევე კაცობრიობა. ბოროტი იდეები რო შემოდის, ნელა ვრცელდება დღეს მაგალითისთვის ჯიჰადი, ისინი რა ქვია, ხალხის დახოცვა, მოდა გახდა რა. რა პრობლემაა დღეს? თელი მსოფლიო ომობს, ხო? ვინც არ უნდა მოკლა, სადაც არ უნდა მოკლა, იპოვი შენ სასტავს, გარდა ებრაელებისა რო ისაა, ხო? რომ სწორი ხარ. მარტო პალესტინელების მოკლა არ შეიძლება. დანარჩენი რუსს მოკლა უკრაინელებთან ხარ, უკრაინას მოკლა რუსებთან ხარ და ასე შემდეგ. ყველგან პოულობს შენ სასტავს, ხო? ვეხენ ამრუ რაბოთენო, ასე თქვენს ბრძანებმა. მიშეინო როცელა ასოთ სუკა, ხა ნახეთ რა წერია. მასო ვისაც არ უნდა რომ გააკეთოსო, აშენო სუკაო. ციციტი ჩამოკიდოს თავის ოთხკუთხედტანის სამოზე და მეზუზა გააკეთოს თავის ჭიშკრებზეო, მაკინოტო ად შეთეცენავშო. ურტყავანი იქამდეო, სანამ რა სული არ გაზროება, მაგ სული გაზროებას იძახიან ბრძენები, სანამ არ იტყვის რომ მინდა. მაგალითისთვის კაცი გაშორდა, ქმარი გაშორდა ცოლს. და ხა გეტს არ აძლევს, გაშორდა რა, აღარ მოერთხეთ ცხოვრება და გეტს არ აძლევს. გეტი რა არის, ქალი ვერ გათხოვდება. თუ წავიდა და იმრუშა, ბავშვები რაც დაიბადა გათხოვდა მაგალითისთვის ქალი, არ შეწავიდა ვიღაცასთან დაიწყო ცხოვრება. ბავშვებს რომ გააჩენს იქნებიან არ მინდა იმ სიტყვის თქვა, რადგანაც მამზერები, ხო? და მამზერს გამოსწორება არ აქვს. ერთ-ერთი ყველაზე საშინელება რაც არის ამ სამყაროში, ეს არის მამზერი, ხო? ლიტერატურულ ენაზე ნაბიჯვარი. მაგას გამოსწორება არ აქვს. რუშობით მოსული ადამიანი. რა დააშოვა იმ ბავშვმა არაფერი. რაში იყო პრობლემა? მაგის მამამ და დედამ გააკეთეს ის, რაც მისი გაკეთებაც არ შეიძლებოდა. იყვანენ ამ კაცს, კიდევ ყურში ხელს და ურტყავენ იქამდე სანამ არ იტყვის, რომ მინდა რომ მივცე გეტიო. რატო იძახიან ბრძენები, რატო ურტყავენ, რომ სანამ იეცერ არა, რაც არის მასში შიგნით, რომ ეს ქალი არ დატოვს აგუნა რა არის, რომ ვერ გათხოვდება ვერაფერს ვერ გააკეთებს, ხო? დარჩება ასე ვთქვათ დაბეჭავებული, ვარდასი დაბეჭავებული ურტყავენ იქამდე სანამ ეს ბოროტი რაც არის მასში და არ აძლევს საშუალებას, რომ მისცეს ამ ქალს ის რაც ეკუთვნის, სანამ არ გამოვა. იგივენაირად თუ ბრძანება დაადგინეს დადგენილება, რომ ქალაქში ყოველ პარასკევს, ან დავუშვათ, זה იყო ეს შაბათის წინ, იყო დადგენილი, ყველა ოჯახი იძლეოდა გარკვეულ რაოდენობას ფულისა გაჭირვებულებისთვის, ხო? ქრივებისთვის, დრუშა, როგორ გაშორებული კავების, ობლებისთვის, გერებისთვის, რომ ყველას ქონოდა სახში რა ეჭამთ. მოვიდა ერთი ადამიანი და ეძახის მე არ ვიძლევი. იმასაც ურტყავდნენ იმდენ, სანამ რა არ იტყოდა მინდა გავცე ეს ყველაფერი. ვეხოლზეც არის ხახზარი ეძახის ბრძენი, როგორ შეიძლება? თუ შენ მეტყვი რომ რა არ იყო არსად ვრისხანე, ეხა ამ ყველაფერში მე დამჭირდება ვრისხანე, როგორ შეიძლება ადამიანს ურტყა იქამდე, სანამ არ დააბეჭავებ იქამდე რომ თქვას რომ მინდა სწორგზაზე სიარული. ხო, ჭირდება ვრისხანება ამას. ავრაამ ავინოს რო უთხრა გამჩენო, მოკიდე შენ შვილს რა? ხელი, იცხაკს, როგორ ეუბნება ნელ-ნელა. მოკიდე შენ შვილს, ერთადერთს, რომელიც გიყვარს, იცხაკს, ხო? ხელი და მოიტანე მსხვერპლად. ავრაამ ავინო იყო განსახიერება რისი მოწყალებისა. რო არ ყოფილიყო მასში წერტილი სწორი ვრისხანებისა, ამ მადლს, რომელიც დღემდე ჩვენ გვიპარავს, ხო? მოკიდა თავის შვილს ხელი და წაიყვანა სამსხვერპლოზე, მაგ მადლს ვერ გააკეთებდა. ანუ ხედავთ რა, ნებისმიერი თვისება რაც არ უნდა იყოს, გარდა ამ პარტავნებისა, ყველაფერში არის დადებითი და უარყოფითი კარი. ეს გაწყვეტ. ეს წევა რაც მაგალითი მოიყვანეთ. კაცი როგორ არ აძლევს ცოლს სხვა საშუალებას გაყრის. თუ მაინც მოდიან და აიძულებენ ცემით თუ ტყებით თუ რაც არის, ხო? ამ კაცს ვაფშე რა თუნდა ეს აუცილებლობა რა აქვს, რომ მაინც და მაინც უნდა მოვიდეს და თქვას რომ ხო მოგცემ თანახმაო. ხო, თუ მაინც უნდა მოვიდნენ და დააძალონ და აიძულოს. ქალმა თუ გადაწყვიტა რომ უნდა გაშორდეს, ოჯახი დაანგრიოს.
კაცს რაღაცა აქვს მაგის აუცილებლობა რომ მოვიდეს და უთხრას გაკვეთილის მე განახებ. არის ასე რომ უყავს არ დაულა. მაგრამ ცოლმა გადაწყვიტა უკვე. მოდი გავაგზავნოთ. დავით ზუსტად დაჟეშემილია თითქმის განახო. ის არის ასე რომ უყავს. ხო მაგას ვიტყვი მოვიდნენ. ზერახელი დაიწყო რომ ათმეინონ მივცემ ახლა რა საშუალებას მივცემ. ვიძლევი. ხო. მაშინ რა მაგა აუცილებლობა არის ადამიანი სანამ მაგას არ გაუკეთებენ ეგრე არ იქნება. არ არის ადამიანი სანამ იცის რომ მისთვის არ შეიძლება ღვინის დალევა. იცის, დალევს ღვინოს შეიძლება ფეხები გაფშქოს. ხო? არ გინახე ეგ ადამიანს რა? სურვილია ეს. ესეც სურვილია ამ არა, ეგ თავისი საკუთრება ჯანმრთელობის სრული საკუთრება გონია იმას, გონია რომ მაგის შკატულკაა რა გონია. მაგას ვიძახი, თუ ცემანტყებით აიძულებენ მეთქი. მაშინ მაგის აუცილებლობას, მის აუცილებლობას რაღა აზრი ხარ? სწორია, მაგრამ არის აზრი ეკარგება უბრალოდ. დავით, არის ხალხი რომელსაც უჭირს მაგის გაგება. ლირდოვა რეშაიმ ულეახბით ალეიჰემ ლეახზირამ ლემუტა კიდე სად არისო საჭირო ეს მრისხანება, რო რა ბოროტმო ხალხი რომელიც აცდნენ გზას და არ უნდათ გამჩენის გზაზე დაბრუნება, უროს დიო და დააბრუნო გზაზე. ვეც არიხლიო და ხზარი ბადინ. იგივენაერთ მოსამართლე უნდა იყოსო მრისხანეო, აი. როგორ შეიძლება მოსამართლე მრისხანა იყოს? ეხლა ნახეთ. შელოიერა ხემალ კროვა რა რო არ გამოიჩინოს მოწყალება თავის ახლობლებზეო და ვის უყვარს ხალხი ვეალადალი მასევე მოიმეებზეო დაბეჭავებულ ხალხზეო საწყალ ხალხზეო რო არ ქონდეს მოწყალებაო რატო იგივენაერთ აღწარი იხლივსო კალეჰემადინ ანუ რა მოსამართლე როზის მოსამართლის საქმე რა არის რომ გამოიტანოს ჭეშმარიტი განაჩენი ხო ხა მაგის წინაშე ზის მილიონერი რომელსაც ის რაც უნდა ამ საწყალი დაბეჭავებული ადამიანს არაფერი არ აქვს ხო ღარიბი ადამიანს რომელსაც რო ეთქვია ნიჩიო ნეტუ на душе არაფერი არ აქვს საერთოდ ეხა უყურებს შენ არაფერი არ გაკლია ხო მასკი და აი ყოველს გაჭირებული ადამიანი ბეიდინის მიხედვით ეკუთვნის რომ ამან მისცეს იმას რა შეუძლია გააკეთოს მოსამართლეს გამოიტანოს სამართალი რომ არ გეკუთვნის მაგრამ ეს არ იქნება სამართალი ეს იქნება რა გამრუდება სამართალის რაც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვა კაცობრიობაში როცა შენ მოგანდეს ანუ ასე რომ ვთქვათ მოგანდეს შენ სადავეები იმის რითიც შენ შეგიძლია დაამყარო ჭეშმარიტება ამ სამყაროში და ამ ჭეშმარიტება შენ ამრუდებ შენ ანუ რა გამჩენის მინდობილ ასე რომ ვთქვათ საქმეს შენ ხელს კრავ მაგრამ თუ შეასრულება შენ ხდები გამჩენის ასე რომ ვთქვათ თანაშემწე ამ სამყაროში ჭეშმარიტების კეთების გამჩენო და გამოდიანს შევძლოთ გამოვასწოროთ გამოვიყენოთ ჩვენ ცნობების სწორი გზით მოდის თვე ელულისა ცოტა ვილაპარაკეთ მაგრამ რა რამდენი დარჩა ყველაზე ძიმე დღემდე რომელიც არის წლის განმავლობაში 33 დღე 33 დღეში დავდგებით სასამართლოს წინაშე 34 დღეში როშანა არის ყველაზე ძიმე დღე. ხალხი იომ-კიპურს ელოდება, რომ ბოდიში მოუხადო მისაც აწყენდეს. ყველაზე დიდი შეცდომა რაც შეიძლება იყოს. იძახის კაფახაიმი ამ დღეებში არის მიღებული 40 დღე რო რჩება როშაშანამდე, ანუ რა თითქმის ერთი კვირის წინ, აკეთებენ ნედერების მოხსნას. ნედერების და კვალოთ, ხო? წყევლების მოხსნას ხალხი, ხო? სპეციალური ტექსტია, სპეციალური რიტუალია და ხდება ეს ყველაფერი. რატო? ეს 40 დღე რასთანაა დაკავშირებული ელულის მოშე რაბენუ პირველ ელულს ავიდა თაზე ხბოს ცოდვის მერე ხო ავიდა თაზე როდის ჩამოვიდა იომ-კიპურში რითი ჩამოვიდა თორით ანუ ეს 40 დღე ჩვენ გვასწავლა მოშე რაბენუ თორა რომ გადმოგცა რომ ეს არის მოწყალების დღეები ამ 40 დღეში შეიძლება გამჩენის თვალში ადამიანმა იპოვოს მოწყალება თუნდაც კერპისთვის ხოდეს თქვენათა თაყვანი ნაცემი ანუ რა ყველაფერი არის ჩვენ ხელში ვირა წელიწადზე დაიწერება იწყება გადაწყვეტა ეხლა. თელი წელიწადი და ეხლა, ხო? გამჩვენა და მომადლიანოს. შევძლოთ, გამოვასწოროთ ჩვენი გზები, წავიდეთ წინ და რაც ვისწავლოთ, მიყვარდეს ერთმანეთი. ადამიანი თუ იწყებს თავის სიყვარულს, სხვების სიყვარულს, ნელა შეუყვარდება გამჩენას.